McDonald's-ის Happy Meal-ები. BTS meal. კარგი. გამარჯობა. მის რა კარტონის სასუპერი. Tanışalım. Evet. Tamam, arabam şimdi. გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ ვიყიდეთ BTS-ის Happy Meal-ები და ხალ ჩვენ ნახავთ მინდა მეგობრიდან. აი გარედან ნახატია და მოდი არ შევხედოთ. აი. შეგავს. აი ეს არის ჩემი. და მოდი ბოქსო. ჯანკუკი. J-Hope. ჰა. ჩვენ გინდა J-Hope. არ ვაი, აჩენ სულოსტია. ჯანკუკი. Yay! ჩვენ მოვასწარით. ზუსტად. მე ჯანკუკი ვყავს მეგობრებო. ой. Let's go. ვაიმე! აი ჩემი ჯანკუკი. ეს რანაირი J-Hope-ია? მომაზეთ მაგ. ო. ცეკვენ Did you know that? ძალიან უცნაური J-Hope-ია. კი. საერთოდ გავს J-Hope-ს. შუგას უფრო გავს. სვეჩი. აი ნებისმიერი სხვა ბენდის ნებისმიერ სხვა წევრს. კარგი. კარგი მეგობრებო, მადლობა. ეს რა არის? თქვენი? რომელია? ჩემი არის ჰამბურგერი. თქვენი ეს არის ჰამბურგერი თუ არა? მე ვფიქრობ. აი ჰამბურგერი. აჰა. იეი. აი ეს იყო ჩვენი unboxing-ი მეგობრებო. მადლობა რომ ვიყურეთ. ზუსტად. მე ამას YouTube-ზე დავდებ. აი გავიჟოთ და ვისაუბროთ. როდის დაიწყო შენი სიყვარული BTS-ის მიმართ? ჩემი სიყვარული BTS-ის მიმართ დაიწყო 2018 წელს. როცა ჩემმა ბავშვობის ოსლოს მეგობრებთან ну ბავშვობის რა იმ პერიოდში ოსლოს მეგობრებთან ძალით მომასმენია BTS-ის რაღაც სიმღერა. ანუ 2019 წელი იყო არ მახსოვს. არა, მე რომ დავფიქრდი, მივხვდი რომ როცა ვიყავი 8 წლის ჩემი კლასელი ანა ფერაძე მასმენდა ხომ BTS და BTS ცეკავს მასწავლიდა ხომ. რაც მოსწონს BTS-ის შესაძლებელი ინფორმაცია მე მქონდა 8 წლის ასაკიდან. და რომ მომასმენდნენ ნენემ ხალხს რომ მივედი მე დავიწყე რაღაცა არის უცი ინფორმაცია და გავანალიზე რომ ძალიან შემიყვარდნენ და მაქედან დაიწყო მე უკვე ჩემი ორეულ ოპის მიმართ ობსესია. აჰა. განფლობა. Oh no. მე ვიდი იმედი მაქვს რომ მიკროფონი საკმარისად ძლიერია და ისმის თქვენ ხმა. მე პირველად K-pop-ის შესახებ გავიგე ჩემი დისკოსებისგან ლუკასგან რომელიც Big Bang-ის სიმღერა Our Fantastic Baby მოგასმენია და გითხრა რომ აი რაც მეორე წუთზე ქერათმიანი კაცი რომ დაბმულია ის არის ბიძა ჩემია და
ჩინეთში ჩასვეს ციხეშიო და ახლა ასეთი რაღაცები გაკეთება უწევს რომ თავი დააღწიოს ციხესო. და მე არ მახსოვს ამის მჯეროდა თუ არა. მაგრამ ეს სიმღერა ძალიან მომწონდა და ვისმენდი ხოლმე. მერე ჩემი დეიდაშვილი კესო, გამარჯობა კესო. გახდა BTS-ის ფანი და მე სულ გავცნობდი ხოლმე რომ BTS-ი ვიყავ. და ძალიან ვაბუნებდი კიდევაც. და მერე ასე შემოგვიალდა რეალობა რომ Blackpink-ის დახმარებით მეც რაღაც K-pop-ის ერთ-ერთი ფანი გავხდი და Blackpink-ი რო დავიწყე, მერე გადავყევი ყველას და გადავხდი BTS-საც გავქონდა. და შემივიყარე BTS-ს. Yeah. მე გონი ესე სხვა არც ერთი ბენდის მომენტ არ მქონია ის დიდი სიყვარული რაც BTS მომხდა. ანუ მე ვიყავი კონკრეტულად BTS ფანი და უდიდესი მოყვარული K-დრამების. აი უდიდესი მოყვარული. ის გამოც სკოლაში მაბუნებდნენ. მათ შორის ჩემი უახლოესი მეუღლებიც. მე მაგრამ მიდია. ზუსტად. მე ჩემი ფეხმა მე ჩემ დავაწყებინე რაღაც პერიოდში. და მე შემო მიდიხმა მარიშამ რომელიც ყველაფერში გუბაძავდა მე და ნინის დაიწყო BTS-ის მოსვენა. და მე ჩვენ ძალიან ვაგეითქიფებდით BTS და სულ ვეჩვევოდით მარიშას და მე ისე გამოდგა რომ მარიშა ახლა ძალიან კორეა უარი და ასევე ძალიან უცნაურად კინკია და ცოტა საშიში ხანდახან. მაგრამ არა უშავს. მეზია გამოვა მაგ ფაზიდან ოდესმე. შენ მხოლოდ 20 წლის არის. გეითქიფებაზე გამართლება რომ გვაცხებებულ დეიდაშვილ კესოს მე სულ ძალიან ვეჩხვებოდი, იმიტომ რომ Shadow Hunters-ის ძალიან ხანგრძლივი ობსესია მქონდა, ძალიან სერიოზული და მეც და ატუები რა ქონდა თუ რაღაც მაგებს ცალკე ფულწლებზე უწერდი ხოლმე და რა არას ნიშნავდა მაგებს ვიზეპირებდი რომ მე რომელიმე ტატუს გავიკეთებ და ერთ დღეს მივედით ბებოსთან სტუმრად და შევედი ოთახში სადაც იჭდა ჩემი დეიდაშვილი კესო და როგორც კი შევედი ეგრევე ლეპტოპი ჩახურა და მეთქი ვერს უყურებ კესო და რომ გავიგე რომ ის Shadow Hunters-ი უყურებდა როგორ წარმოიდგენ როგორი ტირილი დავიწყა და როგორი პანიკა ავწიე მაგის გამო მესმის ანუ ვუგზავნოდი ყურებას რომ კი არა ეს ჩემია მარტო ხო აი Shadow Hunters-ი ძალიან წინდა ხო მე ანუ ყველაფერს მსგავს ნენემ შემაჩნო და ძალიან დიდი მადლობა ნენეს მადლობა ნენე ძალიან უხარო მეგობრები აღარ აჩვენა დღემდე ყველასთან ძალიან გაგეფხავდა ხო ყველაფერი ნენე მეუბნებოდა ხოლმე და absolut ყველაფერი გამართლება იყო. ისე მე ვახსნა ბუდიში. გონი შეგვეძლო. მაგრამ არა უფრო. აი რომ ჩამოხო კიდევ გვიქნება. კიდევ წავიდე. J-Hope არ მენქანია და Jimmy და J-Hope არ იყო პირველ კვირაში. Mun დავასკანე from Dreamwood TV cam. სადაც ჩემი ტელეფონი.
გავდედა მერე. კარგი, მე ამ კამერას გავწიშავ. კარგი. კარგად მეგობრებო, მადლობა რომ გვესტუმრეთ.